თამარ ადამია, კლინიკური ონკოლოგი, რომელიც კიდევ სხვანაირად დაგვანახებს თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას. შემოგვიერთდეს. ექიმის სიტყვას საერთოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მე მგონი და მართლა პირდაპირ მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაზე. გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით სიტყვის ძალაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას და ნუ თქვენს პროფესიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ესე ვთვლი, ხა თქვენ უფრო მოგვიყვებით ამ ყველაფერს, რომ თქვენ პაციენტს ისე მიაწოდოთ მისი დიაგნოზი, თუნდაც არასასიამოვნო, რომ მან ბრძოლის უნარი გამოიმუშაოს და შეძლოს დაამარცხოს. ეს შეგიძლიათ თქვენ დარწმუნებული ვარ ამაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად ონკოლოგებს ტელევიზიაში გვიწვევენ ხოლმე რთულ დიაგნოზებზე, მკურნალობაზე, პროგნოზზე და ასე შემდეგ საუბრობთ. თქვენი ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია და მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მედიცინაში, განსაკუთრებით ონკოლოგიაში და პალიატიურ მზრუნველობაში კომუნიკაციის უნარებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ექიმსა და პაციენტს შორის პირველად კომუნიკაციაზე არის დამყარებული შემდგომ მათი ხანგრძლივი ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ონკოლოგიაში ექიმსა და პაციენტის ურთიერთობა არ არის ხანმოკლე და არ შემოიფარგლება რამდენიმე ვიზიტით. საუჯრედოს გრძელდება წლობით. შესაბამისად, როცა პირველადი კომუნიკაცია არის წარმატებული, შემდეგ ეს ეტაპი გრძელდება წარმატებულად. რაც შეეხება გზებს, როგორ უნდა მივაწოდოთ პაციენტს ესა თუ ის ცუდი ინფორმაცია, შაბლონური ტექსტები რასაკვირველია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ორი ძირითადი პრინციპი. აუცილებლად უნდა ვიყოთ გულწრფელები და გამოვხატოთ თანაგრძნობა პაციენტის მიმართ. პაციენტის ღირსებას უნდა ვცეთ პატივი და არ უნდა მოვატყუოთ პაციენტი, მაგრამ ეს რასაკვირველია დამოკიდებულია ასევე იმაზე, რამდენად უნდა პაციენტს ამ კომუნიკაციაში ხმალს შესვლა. როცა ვიწყებთ პაციენტთან კომუნიკაციას, რასაკვირველია პირდაპირ არ ვიწყებთ დიაგნოზს საუბარს. ჯერ ვაგროვებთ სამედიცინო ისტორიას, ანამნეზს და ასე შემდეგ. ამ საუბრის მანძილზე ექიმის ხელოვნება არის, ასე ვთქვათ, რომ შეიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი გარკვეულწილად და ამაზე ააგოს შემდეგ კომუნიკაცია. ინდივიდუალურად მიუდგეთ ყველა პაციენტს. იცით რა მაინტერესებს? ნახეთ, მე მახსოვს ძველ დროზე ვიტყვი, აი მე მახსოვს ძალიან ხშირად არ უმხელდნენ პაციენტს, როცა მას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება. ისეთი გასაიდუმლოებული იყო. მერე როცა უკვე შეიცვალა მიდგომა, ნახეთ რა მოხდა, რატომ არ უთხრათ ეს ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ოჯახის წევრები. მერე ახსნეს იმით, რომ ადამიანის ორგანიზმი ისეთი ძლიერია, როცა მან იცის მდგომარეობა, ებრძვის და იცით რა მაინტერესებს? ცოტა ჩვენ ამ შემთხვევაში არაპროფესიული მიდგომა გვექნება, იმიტომ რომ სიტყვის ძალაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. აი მაინტერესებს, აი როგორ ეუბნებით, აი როგორ აპარებთ, აი ეს მაინტერესებს ძალიან. შეეხები თქვენს თემას, რომ ეხლაც აქტუალურია ეს თემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, პაციენტის შემოსვლას ექიმთან წინ უძღვის ოჯახის წევრის ვიზიტი, რომელიც აფრთხილებს ექიმს, რომ ძალიან გთხოვდეს არ უთხრათ პაციენტს დიაგნოზის, ვერ გადაიტანს ამას უარს იტყვის მკურნალობაზე. ამ შემთხვევაში ყოველთვის ვეუბნები პაციენტის ოჯახის წევრს, რომ პატივსაცემია მისი დამოკიდებულება, რომ უფრთხილდება მის ფსიქიკას, მაგრამ პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ან ორ მხრივ ის გჭირდებათ, ჯერ ოჯახის წევრს, მერე ჩვენ გვიწევს როგორც პაციენტების ზრუნვა, ასევე მის ოჯახის წევრებზე ზრუნვა. ეს ცალსახად და ნამდვილად ასე არის და ჩვენ ვეუბნებით მას, რომ პაციენტის ღირსებას უნდა ვცეთ პატივი და მას გარკვეულწილად მაინც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან წარმოუდგენელია პაციენტმა ჩაიტაროს მკურნალობა და არაფერი არ იცოდეს თავისი დიაგნოზის შესახებ. პაციენტსაც აქვს
გაურკვევლობა ამ შემთხვევაში ოჯახის წევრისას სტრესულია, როცა ცალკე სამყარო უნდა შექმნას, ცალკე რეალობა უნდა მოიფიქროს პაციენტისთვის და რასაკვირველია ექიმისას რთულია, როცა სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობას აქვს მრავალი გვერდითი მოვლენა და გართულება და პაციენტმა როცა არ იცის რომ ეს არის ეს მკურნალობა, უფრო მეტად ბრკოლდება მკურნალობის ეტაპზე და ნამდვილად სწორად ბრძანეთ თქვენ რომ როცა პაციენტმა სრულყოფილად იცის თავისი დიაგნოზი, ის ებრძვის ამ დაავადებას. როცა გონია რომ უბრალოდ რაღაცა გადასხმას იკეთებს, რაც ხშირად არის ხოლმე ასე. ცოტა რო ატყუებ რომ ქიმიოთერაპიაში დარებს სახელმწიფოს წერია, მაგრამ და ყველა პაციენტს უნდა სიცოცხლე, ყველა ადამიანი იბრძვის სიცოცხლეთვის და როცა ინფორმირებულია, უფრო მეტად აკეთებს ამას. ნამდვილად მსოფლიოში როგორც წამლებზე ტარდება კლინიკური კვლევები, ასევე ჩატარებული არის ამასთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები და დადასტურდა, რომ პაციენტი, რომელმაც იცის თავისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, უფრო მეტად კარგ შედეგებს სდევს მკურნალობის ეტაპზე და კომუნიკაციაც ექიმსა და პაციენტს შორის არის ყოველთვის წარმატებული, როცა გულწრფელობას და სიმართლეს ეფუძნება ეს კომუნიკაცია. თავისთავად თუ ჩვენ სიტყვის ძალაზე ვსაუბრობთ, აი იმ პაციენტის ადგილასაც რომ დავაყენოთ თავი, ანუ მე შემიძლია და მე დავამარცხებ და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ, ანუ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც შენ შეიძლება არასწორი ინფორმაციით აი ამ ძალას აცლი და აი ამ შორის გეტყვი ერთ რამეს ფსიქოლოგი ნორბეკოვი, რომელიც ახალგაზრდა გახდათ, როცა სიმსივნე დაუდგინეს და საშინელ მდგომარეობაში იყო და ბოლო შველა იყო, ვიღაცა ექიმთან მივიდა, ექიმმა უთხრა, რომ აქ არ არის მორგი, წაბძანდით და ყვება ესეთ რამეს, რომ გაჩერებაზე წამოწვა სკამზე და თქვა, რომ მე ხლა დავიძინებ, გავიღვიძებ და გადავრჩები და ეს კაცი დღესაც ცოცხალია. ანუ არის ესეთი რამე, ექიმები უფრო პრაგმატულად, უფრო უნდა დაინახოთ თქვენ სამედიცინო კუთხით, აი გჯერათ ესეთი აი სიტყვის ძალით, რომ მე დავამარცხებ. იცით რა, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, მაგრამ რაც თქვენ მოვყევით, ახლა მსგავსი მაგალითი ნამდვილად პრაქტიკაში ნაკლები არის, მაგრამ როცა პაციენტს ვთავაზობთ მკურნალობას, ჩვენ ვეუბნებით პოტენციურ შედეგების შესახებაც, რომ ასეთ შედეგს მივაღწევთ, ასეთი შედეგი არის მოსალოდნელი და როცა რეალურად ვაღწევთ უკვე ამ შედეგს, პაციენტიც უფრო მეტად აღიჭურება ნდობით ექიმის მიმართ. აგრეთვე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტიც, რომ ამ ეპოქაში პაციენტებმა იციან მრავალი სამედიცინო ისტორია ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში, რომელიც დასრულდა გამოჯანმრთელებით და ეს უკვე ჩვენთვის ექიმებისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ პაციენტი ამბობს, რომ იცით რა, ჩემს თვალსაჩინოებსაც გქონდა სიმსივნე, მაგრამ ახლა კარგად არის. ესეთი შემთხვევებიც ბევრი არის საბედნიერო. სხვამ თუ შეძლო, მეც შემიძლია. სტიმული არის. და რაც შეეხება უშუალოდ როგორ ვეუბნები თქვენ რომ მკითხეთ დიაგნოზს, თუ თქვა ოჯახის წევრთან ერთად არის პაციენტი და ეს ოჯახის წევრი ის არის, ვინც ჩვენ გითხრა რომ იცით რა, პაციენტს არ უთხრათ დიაგნოზი, მე ასე შემთხვევაში ვსვამ ერთ მარტივ კითხვას. პაციენტი არის ჩემთვის თავარი და ვეკითხები პაციენტს, რომ თუ თქვენ გნებავთ, მე მაქვს ინფორმაცია თქვენი დიაგნოზის შესახებ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ თქვენ გნებავთ, თქვენ აგიხსნით ამას დეტალურად, თუ გირჩევნიათ, თქვენს ოჯახის წევრს მივაწოდებთ ამის შესახებ ინფორმაციას. შემთხვევათა 90%-ში პაციენტს ყოველთვის უნდა რომ მე გავიგებ ამას და ყველაფერი გავაკეთოთ. რაც საჭირო არის. ძალიან ცოტა შემთხვევაში არის, რომ პაციენტი ამბობს, რომ ოჯახის წევრმა იცოდეს და მე არ მინდა მისი გაგება. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა პაციენტს უხსნი დიაგნოზს, გებულობს ის ყველაფერს, მოყვება, მაგრამ დროთა განმავლობაში ივიწყებს. ეს უკვე მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარეობს და არ უნდა უბრალოდ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს, მაგრამ ან თავის ქვეცნობიერში დალექილი აქვს ეს ინფორმაცია და შემდეგ უკვე ბრმად მოყვება და ბევრ კითხვებს უკვე მკურნალობაზე პროგნოზზე და ასე შემდეგ აღარ გისვამს. აღარ გისვამს. ძალიან დიდი მადლობა, თამარ. მართლა ისეთი სანდოობით ჩვენ პირდაპირ მოგენდეთ ახლა თქვენ სიტყვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმს, რომელსაც აქვს თანამედროვე განათლება და მიდგომები და ძალიან დიდი მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ამის გაზიარებისთვის. მოკლედ ერთი დასკვნის მადლობა. ბოდისკი ხდით ბატონო.
ერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ყველას, რომ ყველა ადამიანი ვალდებული ვართ, რომ ნებისმიერ ჩვენ სიტყვას დავუფიქრდეთ განსაკუთრებით მათ, ვისაც შეუძლია მის პაციენტზე ან მნიშვნელოვანი არის მეორე ადამიანზე არ მოახდინოს ზეგავლენა, განსაკუთრებით უნდა მოვუხმოთ თინეიჯერებს, ადამიანებს, რომელსაც აი დიაგნოზი აქვს და ჩვეულებრივად ჩვენს და ყველა ერთმანეთს უნდა მოვუხმოთ, რომ არ დავაზიანოთ. სიტყვაზე ხო არ გახსენდება ეს ჩვენი ძვირფასი გამონათქვამი, რომ რომელი? მე მახსენდება, მე ვიტყვი თუ შეძახილმა ხე გაახმო. ესეც კარგია, ენით დაკოდილსო, შეგენაცვალე ჯობიაო, რომ უამრავი ესეთი. აბა რა, არის და ამიტომ კარგი თემა გამოგივიდა არა, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ჩემ გადაცემასაც დავაანონსებ, მე მაგ მწარე სიმართლე თუ ტკბილი ტყუილი და მოკლედ ერთი სიტყვით ამ თემასაც ვეხები. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ეს დავძენ თქვენი სტევართვით ჩვენ საუბრობთ ექიმის სიტყვის ძალაზე, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტის სიტყვებიც. მადლიერი პაციენტის სიტყვები არის ჩვენთვის ძალა და мотиваცია, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. მე თქვენ გენდობით ჩემო ექიმო. მადლობა თქვენ ყველაფერს. მაინც პაციენტის გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ნებისმიერი კომპლიმენტი და განწყობა არის თქვენს ხელში, მართლა. აი, კაბინეტთან რო ისეთ გახარდა რაღაცა დიაგნოზელოდები, ან ჩემი სუჭარბი წონის პრობლემა მაქვს და აი, ძლივს რო შემოაღებ კარს და აი დაგხვდება ექიმი, რომელიც გეუბნება, რომ გარეთ დამელოდე და მაინც არაფერი არ გეშველება, აი იქ დამთავრებულია ყველაფერი და აი თქვენი აი ეს განწყობა, რომლითაც დარწმუნებული ვარ პაციენტს ხდებით, არის ყველაფერი ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფერს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გაბრძანდით რეკლამაზე ბატონო მოკლედ დია. რეკლამა ჩემო ძვირფასებო, დაგველოდეთ ძალიან საინტერესო ამბები გვექნება. დროებით.